გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მართლაც ქართულმა ხალხმა უპრეცედენტო გლოვა და ერთობა აჩვენა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მაგრამ აი დღეს უფრო მეტი ინტენსივობით ისმის შეკითხვა, რა იქნება ხვალ პატრიარქის გარეშე, ვინ შეძლებს ატაროს ისოდენ დიდი ჯვარი, რაც პატრიარქმა ატარა თითქმის 9 საუკუნის განმავლობაში. ხო, პირველ რიგში იმას რაც ხდებოდა გუშინ, ხო და ეს იყო ნამდვილად ესე რომ ვთქვათ ისტორიული მომენტი ამ ქვეყნის ცხოვრებაში, ისტორიული მიუხედავად იმისა, რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს, ხო? ნეგატიური თუ პოზიტიური არავინ არ იცის, ხო? აბსოლუტურად ბუნდოვანია სიტუაცია. მე ერთიანობას ამას არ დავარქმევდი, საერთოდ მიმაჩნია, რომ ესეთი განმარტება, განსაზღვრება იმას, რაც გუშინ ხდებოდა, აბსოლუტურად არ მიესადაგება, იმიტომ რომ გუშინდელი დღე ეს იყო პოლიტიკის მიღმა, ხო? პოლიტიკის მიღმა, ანუ მწუხარებაში ერთჯერადი ერთიანობის, ეგრეთ წოდებული ერთიანობის სახე ქონდა, საერთოდ ესე ხდება, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მტრებიც კი ხვდებიან, ესე რომ ვთქვათ, ჭირისუფლის, ესე რომ ვთქვათ, პანაშვიდებზე თუ დაკრძალვაზე, ხო, ასე რომ ერთიანობა ეს გადაჭარბებული შეფასება და რაღაც იმედი გაჩნდა და ასე შემდეგ. მოწოდებებიც გაისმა, ბატონო გია, ჩვენ ვნახეთ ხომ პოლიტიკოსების განცხადებები, ვინც ამბობდა, რომ აი ეს ერთიანობა რომ მივმართოთ ახლა ხელისუფლების შესაცვლელად, შედეგის იმედი უნდა გქონდეს, ანუ მათ თვითონ გააჩინეს ეს. რანაირად უნდა მიმართო, იმიტომ რომ იქ ფაქტობრივად ეს ხო გუშინდელი დღე, ეს ხო ესე რომ ვთქვათ, რაღაც პოლიტიკის ნაწილი არ იყო, ხო? იქ ვინც მივიდა თავის ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკურ პლატფორმაზე დარჩა, ხო? ეხლა გუშინდელმა დღემ ვინმე შეაცვლევინა რამე ამის ილუზია, თავის პოლიტიკური შეხედულებები ან თავისი პოლიტიკური გემოვნება, ეს ხო ესე არ ყოფილა, ხო? ეს იყო მწუხარების, საერთო ეროვნული მწუხარების დღე, უდაოდ უდიდესი პიროვნება გარდაიცვალა და პრინციპში ეს ეროვნული დრამა იყო, ეროვნული ტრაგედია იყო გარკვეულწილად და ყველამ პატივი მიაგო მიუხედავად თავისი პოლიტიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური გემოვნებისა თუ ესე რომ ვთქვათ, მათ შორის თუნდაც რწმენისა, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ბევრი მუსულმანიც და ბევრი ესე რომ ვთქვათ, კათოლიკე, ებრაელი თუ ასე შემდეგ, ხო, ყველა განიცდიდა გუშინდელ დღეს, ასე რომ აი ამ კუთხით, ამ პრიზმაში მე გუშინდელ დღეს არ დავინახავდი, ხო? გუშინდელი დღე არის გარდამტეხი დღე გარკვეულწილად საქართველოს ისტორიაში, რატომ? იმიტომ რომ და პირიქით მე ვიტყოდი, ხო, ერთიანობას პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არ არის ეს პირიქით, ხო, ერთიანობას კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, იმიტომ რომ პატრიარქი გარკვეულწილად იყო პიროვნება, რომელიც აი ამ ძალიან მძიმე პოლიტიკურ ბატალიებში ახერხებდა რაღაცნაირ ლავირებას, ანუ ისევ და ისევ ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ესე მშვიდობის მყოფელის როლს თამაშობდა. ეხლა მისი თანაზომადი ფიგურა დღევანდელ საქართველოში, ვისაც შეუძლია ხო ესეთი რა შერიგებისკენ მოწოდება, დიალოგისკენ მოწოდება, აღარ დარჩა არავინ, ხო ეს იყო ბოლო ავტორიტეტი შეიძლება ითქვას ამ ქვეყანაში და ამ კუთხით მე ვიტყოდი, რომ მშვიდობა, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ერთიანობა კი არ ესე რომ ვთქვათ, ერთიანობის მოლოდინი კი არ გაჩნდა, ხო? ერთიანობას კიდევ უფრო მეტი საფრთხე ემუქრებაო, თქვენ ახლა აღნიშნეთ. სხვათა შორის, აი ცოტა ხნის წინ სიონში, სადაც სასუფეველი არის კათოლიკოს პატრიარქის, იყო მისული მეუფე შიო, ჩაატარეს საეკლესიო წესით, ასე ვთქვათ, რა ვიცი, პარაკლისი, რასაც იხდიან ხოლმე დაკრძალვიდან მეორე დღეს და იქვე ქადაგება ქონია, აღნიშნა კიდეც, რომ ეს
ქადაგება არ იყო დაგეგმილი და ერთ-ერთი მთავარი მოწოდება რაც ასე ჩამრჩა მან თქვა რომ აი ამ ერთიანობას ახლა უნდა შენარჩუნება და თქვენ პირიქით შიშობთ რომ შესაძლებელია ეხლა კიდევ უფრო მეტად გაჭირდეს ამ ერთიანობის შენარჩუნება მე უფეშიო ხო ნუ ეხლა შეიძლება ძალიან ესე რომ ვთქვათ ჭკვიანი ადამიანია ხო თუმცა მას არ აქვს ჯერ ესე რომ ვთქვათ ეკლესიის წინამძღოლის ისა რა ქვია არც სტატუსი აქვს და არც გამოცდილება აქვს შესაბამისი და არც იმ დონის ავტორიტეტია რაც ილია მეორე იყო აქედან გამომდინარე ეს მხოლოდ სიტყვებია ჯერჯერობით მეტი არაფერი არ არის კი ბატონო ამ სადღეგრძელოს ეხლა საქართველოში ბევრი ამბობს ხო მათ შორის შიოც ამბობს ეხლა არაფერი განსაკუთრებული მას ამით არ უთქვავს მაგრამ პირველ რიგში იმისათვის რომ შენ სიტყვას სიგძიმე და წონა მიეცეს ხო შენ ჯერ ავტორიტეტი უნდა შეიძინო შესაბამისი ჩვენ ის არ ვიცით ვინ იქნება მომავალი პატრიარქი ხო ეხლა გასაგებია რომ ესე რომ ვთქვათ მეუფე შიოზეა საუბარი მაგრამ ხო თქვენს კიდეც რომ ეს არის რეალურად ანდერძი ის რომ თავის სიცოცხლეში ჯერ კიდევ 2017 წელს საქართველოს პატრიარქმა ის დაასახელა თავის მოსაყდრეთ ნუ ეხლა მოსაყდრეთ კი მაგრამ მოსაყდრე რო დაასახელა ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ რამდენადაც მესმის ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ხო? 40 დღის შემდეგ კიდე რა მოხდება საპატრიარქოში რა, ესე რომ ვთქვათ, ძალთა გადანაწილება იქნება, ჩვენ ვიცით რომ გადაწყვეტილება სინოდი იღებს, ხო? სინოდი იღებს, ეხლა ეს ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ აი სანამოსაყდრე დანიშნა ავტომატურად არ ნიშნავს მის მემკვიდრეთი დანიშნავს ხო და რაღაც სხვა ინტერპრეტაციები მიეცეს ეს პროცესი ჩვენ წინ გვაქვს ხო ეხლა ესე არ არის რომ ეხლა შიო უკვე პატრიარქია საქართველოსი ხო საქართველოს ეკლესიის თუმცა მე პირადად ეხლა არ არის ეს ჩემი საქმე რომ მე ეს ვარჩიო თუმცა ეს არ ამგონია რომ ესე მარტივი პროცესი იყოს და ესე ცალსახად ჩანდეს. კი ბატონო. აი სირთულე რაშია, იმიტომ რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის განცხადება მოვისმინეთ